Businessman Elon Musk's startup კომპანიამ XAI, რომელმაც შექმნა ხელოვნური ინტელექტის chatbot-ი Grok-ი, სასამართლოში უჩივის კომპანია Apple და ასევე OpenAI-ს, რომელმაც შექმნა chatbot-ი ChatGPT. XAI-ში მიაჩნიათ, რომ ორ დიდ კომპანიას შორის არის შეთქმულება იმის თაობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე როგორმე ჩაძირონ ყველა კონკურენტუნარიანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს. საჩილში, რომელიც წარმოადგინა XAI-მ წერია კონკრეტულად XAI-ს წინააღმდეგ წარმოებული ქმედებები, მაგალითად XAI-ში მიაჩნიათ, რომ Apple-ს არ ექნებოდა არანაირი მიზანი, რომ Apple-ის ონლაინ მაღაზიაში, App Store-ში არ ყოფილიყო თვალსაჩინო Grok-ი, ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შექმნა XAI-მ, რომ არა OpenAI-სთან შეთანხმება ექსკლუზიური, რომელიც მათ აქვთ, იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს არა Grok-ი, არამედ ChatGPT, ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც მოყავს კომპანია XAI-ს, რაც შეეხება Apple-სა და OpenAI-ს, ჯერჯერობით კომენტარი ამ სარჩელთან დაკავშირებით მათ ოფიციალურად არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის პირადად Elon Musk-ი უჩივის კომპანია OpenAI-ს აღმასრულებელ დირექტორს Sam Altman-ს, მოგეხსენებათ 2015 წელს ერთად დააარსეს კომპანია OpenAI Elon Musk-მა და Sam Altman-მა, თუმცა მას შემდეგ Elon Musk-მა კომპანია დატოვა. და ახლა უჩივის Sam Altman-ს Elon Musk-ი აცხადებს, რომ კომპანია OpenAI აპირებს, რომ არა კომერციული ფორმატიდან გადავიდეს კომერციულ ფორმატზე, რაც არ იყო თავდაპირველი შეთანხმება და Elon Musk-ის შეფასებით Sam Altman-ი ღალატობს პირველად იდეას, რომელიც ჩაიდო OpenAI-ს დაფუძნების დროს, ხოლო თავისუფლად ასევე კომპანია OpenAI პირადად უჩივის Elon Musk-ს ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ Elon Musk-ი პირადად ერება კომპანიის შიდა საქმეებში და მედიაში ღიად თავს ესხმის კომპანია OpenAI-ს.